მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ. მადლობა რომ გაინტერესებთ ჩვენი გადაცემა და მადლობა მისმინეს კოლექტივს, ჯგუფს, რომ მოგცა ამის საშუალება. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ იმაზე, თუ რამხელა ბრალდებებს და რამხელა ცილისწამებებს ავრცელებენ ჩვენზე და თუ რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ეკლესია და ჩვენს ეკლესიაში ქრისტე. კერძოდ მე ყოველთვის ვერიდებოდი და დღესაც მართალი გითხრათ, მეხამუშება იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებ, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებს, არც მოსაყდრე, არც ჯაღმაიძე და არც ბოტკოველი და ეს რუსული ჯგუფი, რომ ხმამაღლა არ განვიკითხო ის წვალებლობები, რასაც ჩვენს ეკლესიაში ესა თუ ის მუდამსახური გადაგებს. იმედის ეთერმა გააკეთა ჩემზე სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი გაგიკვირდება და მე არქიმანდრიტ დოროთეს მიწოდებს მწვალებელს. ეჭვმებარება რომ მან იცის საერთოდ რა არის მწვალებელი, მაგრამ მან მათ გაუშვეს ქადაგება ესეთი საქართველოს ეკლესიის დეკანოზის არჩილ მინდიაშვილის ქადაგებიდან ამონარიდი, სადაც არჩილ მინდიაშვილი ამბობს, რომ თურმე მე ვარ მღვდელყოფილი, თურმე მე ვარ ერეტიკოსი და ეს ჟურნალისტი თუ იტყვის ამას, კიდე არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ჟურნალისტი თუ არ ერკვევა ეკლესიურ კანონებში, არ უნდა ერეოდეს, მაგრამ ერევიან, ვიცით ჩვენი მედი რასაც აკეთებს, მაგრამ დეკანოზმა უნდა იცოდეს, რომ მღვდლობიდან დაყენება არ ნიშნავს, რომ მე ვარ მღვდელყოფილი. მე ვარ საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი. და ასევე ეკლესიის მსახური, მოქმედი დეკანოზი არ უნდა ამბობდეს, რომ ეკლესიის წევრი, თუნდაც განყენებული მღვდლობიდან არქიმანდრიტი, როგორიც ვარ მე, რომ მე ვარ მწვალებელი, მაშინ მას ჩემთან თანაზიარება არ შეუძლია, მე არ უნდა ვეზიარებოდი ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მაგრამ მან არ იცის საერთოდ არც საეკლესიო წესდებები და არც ის თუ რას ნიშნავს ზიარება და რა არის ზიარება. გაგიკვირდებათ, მაგრამ არ იცის. და მე მინდა მოусმინოთ, რას ამბობს ის ზიარებაზე. მოისურვეს, რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ სამედიცინო. თუ ეს ჭეშმარიტად ქრისტეს ხორცია, კერძოდ და ადამიანური სხეული და ბუნება მიიღო, კერძოდ რომელი ნაწილია ადამიანის სხეულისა. 2-3ჯერ ჩაატარეს, მე-20 საუკუნეშიც მოხდა იგივე, ეს ექსპერტიზა ჩაატარეს და აღმოჩნდა ადამიანის გოლის ქსოვილი. პირველად რომ წავუკითხე, არ დაგიმალავ, ცრემლები მომაწვა ყელში. მახრჩობდა გასაოცარი რამ. ესე იგი ღმერთმა არა მარტო სულითვისი დასდვა, არა მარტო ხორცლი განტეხა, არა მარტო სისხლი დასხია, ყველაზე ძვირფასი გული მოგცა. აი ახლაც მეტირება ამას რომ ამბობ. როგორ შეიძლება ასეთი უფალი არ გიყვარდეს? აი ეს გასაკვირი ქადაგება იხადაგა მან და ამბობს, რომ თურმე სადღაც წაიკითხა, რომ აი ეს ზიარების ნაწილები, რომელიც არის ქრისტეს ხორცი, რომელიღაცა ეკლესიამ, ალბათ
იქ არ ამბობს რომელი ეკლესია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო მართლმადიდებელი ეკლესია. ან რუსეთის, ან საქართველოსი, ან საბერძნეთის, ან სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნაკურთხი ძღვენი, რომელიც ეკლესიამ მისცა შესამოწმებლად თუ ხორცის რომელი ნაწილია. ეს ამის თქმა, ამის გაკეთება ეკლესიისგან, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ყოვლად დაუშვებელი და ამის თქმა დეკანოზისგან, რომ ეკლესიამ ეს გააკეთა. არის, რა ვიცი, აი, უცოდინრობა, უგუნურობა, არ ვიცი ამას რა დავარქვა. ეს ერთი. მეორე. როდესაც ჩვენ საიდუმლოს აღვასრულებთ, ზიარების საიდუმლოს, რომლის ცოდნა საქართველოში არ არის, თუ რა არის ის, ზუსტად ამას ვიძახი რამდენი ხანია, რომ მოიწვიეთ სინოდი და გაარკვიეთ ის, თუ რა მწვალებლობას გადაგებს სტეფანე და რა მწვალებლობას გადაგებს დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, ეს არ მიხსენებია, იმიტომ რომ ეს მინდოდა შიგნით გარკვეულიყო და არიან კიდე სხვები და რომელსაც ჯერ არ ვახსენებ, იმიტომ რომ ხმამაღლა არ შემხებია და მინდა რომ შიგნით გაირკვეს ეს ყველაფერი. იმის თქმა, რომ ჩვენ როცა ვაკურთხებთ პურს და სულიწმინდას მოვიწვევთ და როცა ის შეიცვლება საიდუმლოდ, ამის შემოწმება, რომ ის შეიცვალა, რომ შეიძლებოდეს, მაშინ მას საიდუმლო არ ერხმეოდა. არჩილ მინდიაშვილი ამბობს, რომ შეამოწმეს და ნახეს, რომ ეს არათუ ხორცის რომელიმე ნაწილი, არამედ თვით გული ყოფილა და ტირის კაცი. ტირის ეტირება საოცრებას ამბობს, აი როგორი სიგიჟეა. რას ნიშნავს გული ყოფილა? აი რას ნიშნავს ეს? თვითონ კონდაკში წერია, რომლითაც ჩვენ მღვდელმსახურები ყველა ლოცვას აღვავლენთ, რაც საწგვია მწუხრი, ცისხარი, წირვა. იქ წერია, რომ თუ ვინმე ეს დაინახა ხორცად, არ ეზიაროს, რადგან ეს არ არის ქრისტეს ხორცი, ეს არის სასწაული და ის დამარხეთ, დაკრძალეთ, დაკრძალვა ნიშნავს მოწიწებას. არ შეიძლება ნებისმიერი აპარატით მისი შემოწმება ჯერ ერთი როგორ შეიძლება არ გამოცადო ღმერთი შენი, მაგრამ ნებისმიერი აპარატით რო შეამოწმო, დღეს დედამიწის ზურგზე არ გამოუგონიათ აპარატი და ვერც გამოიგონებენ ვერასოდეს ისეთ აპარატს, რომლითაც შეამოწმებ ნაკურთხ პურს და დაინახავ, რომ ის თურმე არის ხორცი. ამის თქმა არის მწვალებლობა. იმიტომ რომ იმის ხორცად დანახვაც არ შეიძლება და თუ დაინახე სასწაულიაო, ეს არ არისო ქრისტეს ხორცი, სასწაულიაო და არ მიიღოთ, არ ეზიაროთო. შემდეგი. როდესაც ძველ ქართულად თარგმნეს ქრისტეს სიტყვები, რომელიც ამბობს მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, იმ დროს როგორც ჩანს ძველ ქართულში, ხორცი ნიშნავდა სხეულს. მაგრამ ახალ ქართულში ხორცი სხეულს არ ნიშნავს. ხორცი ნიშნავს რაღაცის ხორცს, ადამიანის თუ რისიც არ უნდა იყოს ხორცი, რაღაცა ნაჭერს. შეიძლება ადამიანმა რაღაც ნაჭერად ჩათვალოს. ამიტომ, როდესაც ახალ ქართულად თარგმნიან, იქ ყოველთვის ითქმის, ეს არის ჩემი სხეული და არა ხორცი. არამედ სხეული, ქრისტემ მოგცა თავისი სხეული და არა ხორცის ნაწილი, არა გული. არ შეიძლება აი ასეთი უცოდინრობა მღვდლისგან, არ შეიძლება რომ ის არის რაღაც ნაწილი სხეულის, გული. როდესაც მღვდელი ამ ნაკურთხ ძღვენს აიღებს და განსტეხს, ესე ამბობს,
განიტეხების და განიყოფის, ტარიგი ღვთისა, განიტეხების და არა განიყოფის, ამას ამბობს მეორედ. ორჯერ არის განიტეხების და განიყოფის, განიტეხების და არა განიყოფის და რას ნიშნავს ეს? ეს ნაწილებად განიყოფა, კი ბატონო, განიყოფა ნაწილებად, მაგრამ ქრისტეს სხეული არ განიყოფა. ქრისტეს სხეული არ განიყოფა ნიშნავს, რომ ნებისმიერ ნაწილში ნაწილებად დაჭრილ, დატეხილ ტარიგს, რომელსაც მღვდელი ამზადებს, ნებისმიერ ნამცეთში, აი ამ დატეხილიდან ნებისმიერ ნამცეთში არის იგივე ქრისტეს სხეული. ერთი და იგივე ქრისტეს სხეულს ეზიარება ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, მრევლი. რა ნაწილსაც ეზიარება ეპისკოპოსი, ის ნაწილი არის სრულიად ქრისტეს სხეული, მღვდელიც რასაც ეზიარება არის სრულიად ქრისტეს სხეული და ერისკაცი ნამცეცით რო აზიარო, ისიც არის სრულიად ქრისტეს სხეული. არ არსებობს ისე რომ მღვდელი ან ეპისკოპოსი რამე სხეულის ნაწილს ანუ გულს ღებულობდეს და ერისკაცი ღებულობდეს ფეხს, ხელს, თავს ან რაღაცა სხვას. არა. ქრისტეს სრულ სხეულს ღებულობთ. ამიტომ ქვია განიტეხება, მაგრამ არ იყოფა ქრისტეს სხეული. ეს დეკანოზმა უნდა იცოდეს. მაგრამ დეკანოზი როდესაც ამბობს, რომ თურმე ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს გულს და ეს თან შეამოწმეს, ხალხო, როგორ შეიძლება ამის თქმა, როგორ შეიძლება იმის შემოწმება? ეს იგივეა ადამიანმა თქვას, რომ ნათლობის დროს, აი ვინმე მოსანათლი სასწორზე დააყენონ და მირონცხების დროს თქვას, რომ აი 5 კილოთი მოიმატა და მოინათლა, სულიწმიდა გადმოვიდა მასზე. აი ესეთი სიგიჟე გაგიგიათ? სასწორით შეგიძლიათ ეს გაიაზროთ, რომ სასწორით ასწონო, სულიწმიდა გადმოვიდა თუ არა ადამიანზე. მას საიდუმლო იმიტომაც ქვია, რომ ეს ხდება საიდუმლოდ. ჩვენ გვჯერა მართლმადიდებელ ეკლესიაში იკურთხება ძღვენი და ის სულიწმინდის მოქმედებით იცვლება ხორცად, მაგრამ საიდუმლოდ. ამას ჩვენ ვერავის ვერ დაუმტკიცებთ. ვინმეს რო ეჭვი შეეპაროს და გვითხრას, რომ არ იცვლება ის, როგორ არა ჩვენ დაგიმტკიცებ და რამე აპარატში ჩავდებ და დავანახებთ, რომ ეს არის ხორცი, ესეთი რამე შეუძლებელია. ესეთი რამე არ უთქვამს არავის, ესეთი რამე არ არსებობს. პირიქით, თუ მას ხორცად დაინახავ, ნუ ეზიარები. რადგან ის ბუნებას არ იცვლის, ხილულად არ იცვლის ის ბუნებას და რჩება იგივე ბუნების და გარდაიცვლება, ანუ შეიცვლება საიდუმლოდ. ამიტომ ქვია საიდუმლო ქრისტიანულ საიდუმლოებებს, რომ ის საიდუმლოდ ხდება. თუ ხილულად ნახე რამე ამ საიდუმლოსგან, მაგალითად ნათლობის დროს სულის გადმოსვლა ხდებოდა ამის დანახვა პირველ საუკუნეებში ისევ რწმენაში განსამტკიცებლად, მაგრამ ეს სასწაულია. ეს სასწაულია. სასწაული ხდება, მაგრამ აი ამ დროს არ ნიშნავს ის, რომ ეს ესე უნდა იყოს. არა, ჩვენ წამს ჯერა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიცვლება ის და შეიცვლება ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად, მაგრამ საიდუმლოდ. მაგრამ საოცრებებს ქადაგებენ. საოცრებას ქადაგებს მეუფე სტეფანე, ადრეც მისაუბრია და ეხლა მაგაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ აი რასაც დეკანოზი არჩილი ქადაგებს. ხალხო, ეს არის არ ვიცი, აი ასეთი უცოდინრობა ქრისტიანობის თუ ოდესმე იყო საქართველოში და თან ამის ესეთი მხატვრულად და ცრემლებით საუბარი ასეთი მწვალებლობისა. ეს არის ჩვენი ეკლესიის კატასტროფა, რაც ხდება დღეს მოსაყდრის მეუფებით.
რამოდენიმეჯერ მივმართე მოსაყდრეს ჯაღმაიძეს ბოტკოველს რომ იგმობა ქრისტეს სწავლება იგმობა და მე ვთქვი რომ აი ამ ქრისტეს სწავლების დარღვევაზე მივწერ სოფლიო პატრიარქს რომ გამოსწორდეს საქართველოში მართლმადიდებლობა მაგრამ აი რა მივწერო სოფლიო პატრიარქს რომ მამა არჩილმა აღმოაჩინა თურმე გულს ვეზიარებით ქრისტესი და თქვენ უწმიდესობა თქვენ არიცით რომ ქრისტეს გულს ვეზიარებით და თურმე გული დაგვიტოვა ქრისტემ აი ეს მივწერო ამას ასწავლიან საქართველოში ეს მივწერო სირცხვილი არ არის რამე არის მოსაფიქრებელი რამე არის გასაკეთებელი რომ აი ეს ჯგუფი რომლებიც საქართველოს ეკლესიას ანგრევს და სწავლებას ანგრევს და ქრისტეს სწავლება ინგრევა და მწვალებლები მე მეძახიან მწვალებელს და მწვალებლობას ავრცელებენ რამენაირად ეს უნდა აღმოიფხვრას აი ეს მღვდელი დეკანოზი ძალიან დიდი ხნის მღვდელია ალბათ 40 წელზე მეტია რა თასჯერ ექნება ნაწირი დანაზიარები და არ იცის რას ეზიარება არ ვიცით რამე უშველოთ ჩვენს ეკლესიას აი მე რო ვაკვირდები დღეს ბევრი სამღვდელო პირი აი განსაკუთრებით საპატრიარქოზე ჯგუფი მოსაყდრეშიო ჯაღმაიძე ბოტკოველი ესენი ეხა გამოჩნდა არჩილ მინდიაშვილი დეკანოზი მეუფე სტეფანე რო ვაკვირდები ხო ამათი ზნეობრივი მხარე უბრალოდ აი ზნეობრივი დამოკიდებულება ამ ადამიანების როგორიც არის აი ზუსტად რო ვაკვირდები ისე ასწავლებაც ალბათ ეს იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთს ზნეობა მორალი და სწავლება რომ ცალცალკე არ არსებობს აი შეიძლება ადამიანი დიდად განსწავლული არ იყოს სწავლებით ქრისტიანულ დოგმატებში და რაღაც ესე ღრმად არ იცოდეს მაგრამ თუ ის ზნეობრივი წესიერი და კაცთმოყვარე ადამიანია ის სხვანაირად საუბრობს იმ სწავლებაზეც იმაზე თუ კარგი და ესეთი სრული ცოდნა არ აქვს კითხულობს სხვასთან მიდის სხვას შეეკითხება არ არის ესეთი თავდაჯერებული სწავლებაში და ამათ რო ვაკვირდები იმდენად თავდაჯერებული არიან სწავლებაში ხა რასაც მინდიაშვილი ამბობს ხო რა ვიცი ზღაპარია ხა ეს ამაზე საუბარი მართლა კატასტროფაა რასაც მეუფე სტეფანეც ამბობს და უბრალოდ აი ეხა ერთი რასაც საუბრობს რომ აი ეხა ბოლო ის რო იყო რომ მეუფე სტეფანემ რო თქვა რომ ამტკიცებს იმას რომ ხალხი არ მოწამლულა აი ხა ხო ელემენტარული კაცთმოყვარე ადამიანი რო არ არის და ამათ რო ადამიანი არ უყვარდა საერთოდ ადამიანის მიმართებაში სიყვარული არ აქვს აი რაში ჩანს ამხელა ამბავი მოხდა BBC ამბობს მთელი მსოფლიო ამბობს რომ ხალხი მოიწამლა გამოდის მთავრობა და ამბობს რომ არა ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია 5 დღეში ამოწურეს გამოძიება ჩავატარეთო და ტყვილი არისო გამოდის ხალხი და ამბობს ჩაატარონ საერთაშორისო გამოძიება დაუშვი ხო საერთაშორისო გამოძიება იმიტომ რომ ხალხი ბავშვები ახალგაზრდები ოჯახები მოწამლულია თუ ეს ოჯახები ხო ეს მართლა მოხდა ეს მემჯერა რომ მოხდა ორი აზრიც არ არსებობს ამაში მაგრამ უბრალოდ საერთაშორისო გამოძიება ეპისკოპოსი უნდა გამოდიოდე ეკლესია უნდა გამოდიოდეს დღეს განსაკუთრებით მოსაყდრეს ეს არა ინტერესებს და ამათ მაგრამ უნდა გამოდიოდეს და პირიქით ეს პირველი მოთხოვნა უნდა იყოს ხელისუფლებისადმი რომ დაუშვით საერთაშორისო გამოძიება იმიტომ რომ ხალხს ნუ გაწირავთ თუ ეს ხალხი მოწამლულია ჩვენ არ ვიცით 2 წელიწადში 3 წელიწადში რას გამოიწვევს ეს ადამიანებში ნუ ამბობენ რაღაც სიმსივნის საშიშროებაც არისო აი ამაზე დუმს ხო ეკლესია ეხა აი საიდან გიყვარს ადამიანი ეხა მეუფე სტეფანეს როგორ უყვარს ადამიანი აი რო ამოწურა თქვა რომ არა ეს იმიტომ რომ რასაც ხელისუფლება ეტყვის ის ხო უნდა გააკეთოს აი თქვი დაუშვას მოთხოვოს ხელისუფლებას ის რომ დაუშვან საერთაშორისო გამოძიება აი როგორი გამწირველები არიან და როგორ არაინტერესებთ ადამიანი და აი ზუსტად აი ესეთ ადამიანებს რო ვაკვირდები იგივე ხა მინდიაშვილიც რას ამბობს რომ
გამოდის და მამადოროთეს განიკითხავს და იქვე ამბობს, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ხელმწიფებას დაემორჩილეთო. ყოველივე პავლე მოციქული არ ამბობს იქ ხელმწიფეს დაემორჩილეთო. ხელმწიფებას ანუ თვითონ წესს, სტრუქტურას, თვითონ იმ წესს, რომელიც ღვთისგან არის მართლა შექმნილი, რომ საერთოდ ქვეყანას ყავდეს მეთაური. აი ამ წესზე და განგებაზეა საუბარი, თორე სინა პირდაპირი გაგებით ესე რომ ყველა ხელმწიფეს დაემორჩილო, მაშინ ესეთი უგუნურება რომ აი ამას შენ ეუბნები წმინდა გიორგის, რომ წმინდა გიორგის განიკითხავს ახლა მინდიაშვილი, რომ ის არ დაემორჩილა დიოკლეტიანეს. წმინდა გიორგი უნდა დამორჩილებოდა მინდიაშვილის სიტყვით დიოკლეტიანეს. ამბროსი ხელაია უნდა დამორჩილებოდა საბჭოთა ხელისუფლებას, რომელსაც ამხელდა და რომელსაც არ ემორჩილებოდა. ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც წმინდა გიორგის, ამბროსი ხელაიას, დიდ ნაზარის, კირიონს, ყველა ჩვენს დიდ იმ მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ბოროტ ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ და ამხელდნენ, იმათ ეუბნები შენ, რომ ისინი ცდებოდნენ. თქვენ ცდებოდით, თქვენ უნდა დამორჩილებოდით ამას და სხვათა შორის ძალიან დიდი პრეტენზია აქვს ამათ კიდე რო ვაკვირდები, ნუ ხა მინდიაშვილს რაღაცა ცოდნის დიდი პრეტენზია აქვს და საქმე მოციქულთა თუ წაუკითხავს, ურჩევ რო წაიკითხოს. იქ წერია, როცა პეტრე მოციქული დაჭერილი ყავდათ და შემდეგ ანგელოზის გამოყავს საპრობილიდან, იქ უფრო მეტად ხო და იქ რას ამბობს პეტრე მოციქული, როცა სინედრიონის წინაშე და მღვდელმთავარი პეტრეს პასუხს თხოვს და პეტრეს განსჯიან განიკითხავენ და იქ პეტრე ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ მორჩილება ღვთისა უფრო გმართებსო, ვიდრე კაცისა. თუ აი კითხვას ეკითხება, ვის უფრო უნდა დავემორჩილოთო, ღმერთს თუ კაცს? იმათ ეკითხება, და რა თქმა უნდა, ადამიანი აი ესეთი სწავლება, ხო, ესეთი როგორ შეიძლება ემხელა აი ესე რომ საუბრობენ და ადამიანები, მაგრამ ეს ყველაფერი საიდან მოდის, იცით რომ იმდენად არიან ხელისუფლებას დამორჩილებული და იმდენად არიან ხელისუფლებას დამონებული და იმდენად ასრულებენ ხელისუფლების დავალებას, რომ მოღონდ ხელისუფლება გაამართლონ, ოღონდ ყობახიძე გაამართლონ, ოღონდ ბიძინა გაამართლონ, ხალხი მოიწამლა კაცო ჯანდაბას მაგათი თავი, ხალხი ვის აინტერესებს. ოღონდ ესენი გაამართლონ, ოღონდ თვითონ თავიანთ მღვდლობას არ შეეხოს, ან მოსაყდრი ან ვინმე. ან რადიდგა გინდა ესეთი მღვდლობა, ან რადიდგინდა ესეთი ქართველობა, ესეთი ცხოვრება, რა ვიცი, ადამიანებს რომ ესე გაწირა უბრალოდ არ ვიცი, აი ამიტომ არის აი ესენი რომლებსაც ადამიანები არ უყვართ და ადამიანების მიმართებაში ხო აი აბსოლუტური აი მორალური ზნეობრივი ეს ის რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს, ეს რო არ გაგაჩნია, იქ თავისთავად სწავლებითაც რაღაც იგიჟეებს იტყვი. ეს იმდენად გადაჯაჭულია ერთმანეთს, მაგრამ ნუ რასაც ვხედავთ, ეს არის ხა აი ეს ხდება დღეს ჩვენს ეკლესიაში და თურმე მამადოროთე ყოფილა ეკლესიაში პრობლემა, რომელიც თავიდანვე ამხელდა ბოროტებას და სისასტიკეს და ხალხისცემას და ესენი რომლებიც გამოდიან და დღედაღამე ხელისუფლებას აქებენ და რა ვიცი, ლამი შეიძლება ლექსები დაუწერონ ხელისუფლებას, ესეთი ხალხი უნდა იყოს ეკრე და ამათმა უნდა იქადაგონ ქრისტე, აი კატასტროფაა, რა ვიცი. აი ამას დავაზუსტებ, მამა, აი პავლე მოციქულის ეს რომაელთა მიმართ მე-13 თავია, ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისგან, ხოლო არსებულნი ხელმწიფებანი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. და ამაზე ხა ჩემით მე მithქვამთ ბევრჯერ ვიცი ეს მე წაკითხული მაქვს რას ნიშნავს და როგორ, მაგრამ მაინც მინდა რომ ოქროპირის და სხვა მამების ის წაუკითხო. როგორ შეიძლება ეს ნუ თუ ყოველი მართველი ღვთისგან არის და არის დადგენილი, ოქროპირი ამბობს. კითხულობს. პავლეს ეკითხება. და ესე იცის ოქროპირი ესე ამბობს ხოლმე პავლეს ეკითხება და პავლე პასუხობს. და პავლე ამბობს ამას არ გულისხმობ, რადგან ახლა საუბრობ არა თითოეულ მართველზე განცალკავებით, არამედ საუბრობ თვითონ ძალაუფლებაზე, მართველობათა არსებობაზე და იმაზეც, რომ ყოველი
ძალაუფლებები არის ღვთისგან დადგენილი და არა მართველი, არა ძალაუფალი, არამედ ძალაუფლება და თეოდორე კვირელი ვინცაც აღთქმა გაქო დადებულიო ანუ ჩვენზე საუბარია აქ უკვე საეკლესიო ხელმწიფებაზე საუბრობს ვისთვისაც მინდობილია ხელმძღვანელობა მათ დაემორჩილეთ ცხადია რომ მათ ეს უნდა გააკეთონ ღვთის მოშიშებით რადგან არ უნდა დავემორჩილოთ უფროსებს მთავრობებს ზემდგომებს თუ ეს ეწინააღმდეგება ღვთისმცნებას თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ღვთიური მოციქული უფროსობას და მისდამი მორჩილებას განიხილავს ღვთის განგებულებაზე დამოკიდებულებით და არ ამბობს რომ ესა თუ ის ადამიანი ღვთის მიერ არის დადგენილი მმართველად უსამართლოთა ძალაუფლება კი არ მომდინარეობს ღვთის დადგენილებისაგან არამედ თვითონ ამ ძალაუფლების მოწყობა მომდინარეობს ღვთისგან ანუ თვითონ ძალაუფლება არის ღვთისგან და არა ძალაუფალი ესა თუ ის ძალაუფალი შეიძლება იყოს ღმერთის მტერი სრულიად და არ შეიძლება მას დაემორჩილო და თქვა რომ ის ღვთისგან არის ხო მაშინ კომუნისტური რეჟიმს აი როგორც არჩილ მინდიაშვილი ამბობს ესე თუ მიუდგებით ნუ ახლა მისი ცხოვრება ყველა მისის მე არ მინდა ახლა პიროვნებაზე ვისაუბრო მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ზვიადის მთავრობის დროს პარლამენტში იჯდა და ზვიადი დაამხო შევარდნაძემ თავის დროზე თავიდან შევარდნაძეს ეძახდა თეთრ მელას თუ რაღაცას მოგლეთ მე შეურიგდა და ასე შემდეგ ანუ მისი ცხოვრება ცოტა ისეთია ამ პოლიტიკის მიმართებაში და ფლობაში იჯდა პარლამენტში ხო ფუთელი იყო და პარლამენტარი იყო კი ნუ ეკლესიიდან იყო მოწვეული არ ვიცი როგორ იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზვიადის ხელისუფლების დროს იყო პარლამენტში და ის რომ ამბობს რომ დაემორჩილეთ ხელისუფლებას და ხელისუფლება ღვთისგან არისო პავლე ამბობს და ბიძინა ღვთისგან არის ძალიან გასაკვირია იგივეს ამბობს სტეფანე და სტეფანე ნაციონალურ მოძრაობის დროს ერთ ამბავში იყო მიტინგზეც გამოდიოდა იბრძოდა არ ემორჩილებოდა და რატო უნდა დავემორჩილოთ ამ ხელისუფლებას აი ეს გაურკვეველია ამიტომ ეკლესია აღიარებს რომ არსებობს იერარქია როგორც ეკლესიურად ისე არსებობს იერარქია საერო ამიტომ ორივეს გმართებს დავემორჩილოთ მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში როცა ისინი არ ეწინააღმდეგებიან ღვთივდადგენილ ადამიანურ და ქრისტიანულ წესებს და დამოკიდებულებებს ამ მთავრობამ არა თუ ქრისტიანული წესები დაარღვია არამედ ადამიანური წესები დაარღვია საკუთარი ხალხი მოწამლა და არა თუ საქართველოს წინაშე ჩაიდინა დანაშაული არამედ დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე ამას ამბობს BBC რომ კაცობრიობის წინაშეა დანაშაული ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე რადგან ჩვენ ქართველები კაცობრიობის ნაწილი ვართ არა ვარ ჩვენ განყენებული არსებები კაცობრიობის ნაწილი ვარ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე მიტროპოლიტები და დეკანოზები ამბობენ რომ ამის ჩამდენებს დაემორჩილეთო ხმა არ ამოიღოთო და ჩემზე ამბობს რომ თუ ის ეზარებოდაო წესების ასრულებაო ბერსო რა უნდაო იმან რუსთაველზეო თავად ამბობ რომ 30 წელია არ გილოცია ეხლა დაგაყენეს და მარტივად რომ აგვიხსენი ესე იგი ეს ნიშნავს რომ ვეღარ მოუნათო სასწრაფო ისედაც მეზარებოდაო ეხლა კიდე თავი გაიმართლა რომ ბერი ვარო და ბერს საქმე რა ბერის საქმე არის აბა მითხარით რუსთაველზე გამოსვლა და ესე იგი მიტინგების გამართვა როცა პავლე მოციქული ამბობს არ არის ხელისუფლება არა ღვთისაგან დაემორჩილენით ხელისუფალთ ესე იგი ვის უსმინოთ პავლე მოციქულს უსმინოთ თუ ამ ერეტიკოს წვალებელ მოდელყოფილს აი ეს მამა არჩილი ხშირად აქებს ხოლმე მამა გაბრიელს მე მინდა ვკითხო რომ ეს მამა გაბრიელმა
ხო არ იცით სად დაწვა ის ხო არ იცით სად დაწვა ლენინის პორტრეტი იმაზე სვეტიცხოვლის საკურთხეველში დაწვა თუ რუსთაველზე დაწვა თავის ლენინის მოედანზე იქ ხო არ დაწვა მამა არჩილ იქ ხო არ იყო მამა გაბრიელი ბენზინით მისული და თავისუფლების მოედანზე რუსთაველზე ხო არ იყო რა უნდა და ბერს იქ ამას იძახდნენ კომუნისტები რა უნდა და ბერს იქ რასაც შენ გაიძახი რა უნდა და ბერს რუსთაველზე რო იძახი და რა უნდა ბერს რუსთაველზე ის უნდა რომ რუსთაველზე დღეს არის მოწამეობა მე მდევნიან შენ კიდე თბილად ზიხარ მოკალათებული ხარ და მთავრობას აქებ და ადიდებ რასაც ღდელი არ უნდა აკეთებდეს კომფორტი მოგინდა ან როგორ მთავრობაზე ღვთის მთავრობაა პირდაპირ და მე კომფორტიდან გამოვედი ეკლესიაც მდევნის ეკლესიაში გულისხმობის რუსული ძალა რომელიც იქ არის შესახლებული მე ჯვარი ამხსნეს და მე არ შემიძლია ის ძღვენი ვაკურთხო და შენ რომელმაც არ იცი ძღვენი რას ნიშნავს და თურმე გულს აკურთხებ შენ გეხარხელება პრობილი და მე არ შემიძლია და შენ ჯაღმაიძე და ბოტკოველს შეგიძლიათ დაადგეთ წირვაზე და აკურთხოთ ქრისტეს გული და წრემლებმა დაგახრჩოთ ხო ისე ბერს რა უნდა რუსთაველზე აი ანტონი დიდი ხო როგორი ბერობის მამაა ხო ფაქტობრივად ესე უწოდებს ეკლესია და ანტონი დიდი ორჯერ გამოდის უდაბნოდან ხო როგორი მეუდაბნოი მამა მთელი ცხოვრება უდაბნოში გაატარა და ეს რა შემთხვევებია ახლა ერთი არის მოწამეობის პერიოდი როდესაც ქრისტიანებს აწამებენ და გამოდის ხალხის სანუგეშებლად და ხალხის გვერდით დგას და მეორე ეს არის ათანასე დიდის დროს არიანელებთან წვალებლობა და გამოდის ეკლესიის დასახმარებლად ანუ დღეს რა ხდება რუსთაველზე დღეს რუსთაველზეც იგივენაირად ხალხის წამება მიდის აი პირდაპირ ეთერებში ვხედავთ როგორ აწამებენ ხალხს ხო რა უსამართლოდ იჭერენ როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს როგორ ასისხლიანებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს წამლავენ ქიმიური იარაღით და ეს ხალხი რომელიც იქ დგას რუსთაველზე ეს ხალხი იქ 80 მინიმუმ 80% არის მონათული და ეკლესიის შვილია და ანტონი დიდი ასეთი ხალხის დასახმარებლად გამოვიდა და სანუგეშებლად უდაბნოდან და ასევე მეორე პრობლემაც დღეს ჩვენს ეკლესიაში სერიოზულად დგას სწავლებითი პრობლემა ზიარებასთან დაკავშირებით ხო ზიარება მეუფე სტეფანე ერთი ახლა აგერ კიდე დეკანოზმა აგერ არჩილმა დაიწყო კიდე რაღაცა გაუგებარი სწავლებების საერთოდ ჯერ ეს ერთი რას ნიშნავს ეკლესიამ მისცა ვიღაცას შესამოწმებლად ეს იმ ეკლესიამ რომელმაც ეს დაუშვა ის ეკლესია მე არ ვიცი იქ მართლმადიდებლობა როგორ შეიძლება ხვალ რომელმა ეკლესიამ მისცა რომელმა ეკლესიის იმ ეკლესიამ დანაშაული ჩაიდინა ხა დააკვირდი ვერ იტყვის რომ ეს სხვა ეკლესია იყო არა მართლმადიდებელი იმიტომ რომ მაშინ როგორ ის არის იქ მართლმადიდებელმა მისცა ხო თუ მართლმადიდებელმა იმ ეკლესიისთვის სერიოზული შენიშვნა არის მინიმუმ მისაცემი თუ რაღაცა სასჯელი არა იმ პიროვნებებზე ვინც ეს გააკეთეს მე არ ვიცი ეს ხალხი საიდან ასეთ სწავლებებს ასეთ იმებს საიდან მოაქვს და მე ზღაპრეები არის ახლა სახარებას რო ვკითხულობ ჩვენ სახარებაში ვინც წერია იქ ყველა არ არის კაცო მისაბაძი იქ არ არის პილატე მისაბაძი იქ არ არის ანა და კაიაფა მისაბაძი იქ მისაბაძი არის ქრისტე და ამათ მე მგონი აერიათ ვის მიბანძო და რას მიბანძონ რა მთავრობა პილატეს ბაძავს ესენი კიდე ანა და კაიაფას ბაძავენ ზოგი კიდე იქ იმებს ბაძავს წიგნობრებს და ფარისევლებს რომლებსაც სწავლება ვერ გაუკვევიათ და მოკლედ თავდაყირად ააყენეს ეკლესია ისეთ რაღაცებს იძახიან რა ერთი ის იყო ის მახსენდება იმაში აი პირველ საუკუნეებში დევნა რო იყო მაშინ იყო ესეთი რამ რომ ქრისტიანებს ხო თაყვანი უნდა ეცათ კერპისთვის და ამის გამო ხო აწამებდნენ და ქრისტიანები ეუბნებოდნენ რომ ჩვენ ანუ იმპერატორის კულტის თაყვანისცემა ხო იყო და ქრისტიანები ეუბნებოდნენ რომ ჩვენო იმპერატორისთვის ვლოცულობთო და ამითი უნდათ რაღაცნაირად თავის გამოტანა მაგრამ ისინი ამას კი არ ითხოვდნენ რომ იმპერატორისთვის ვლოცულობთო იმპერატორზე უნდა გელოცა
ანუ იმპერატორზე ლოცვა ნიშნავს იმას, რომ იმპერატორიდან მოდის სიკეთე ყოველგვარი და მიზღამღებულობ ჩვენ მადლს და წყალობას. აი როგორც ქრისტეზე ვლოცულობთ, როგორც წყარო, ხო? სიკეთის, მადლის და სიბრძნის და სიყვარულის და მე გარიციანამად არ უთხრა კაცოთერ. ესენი მე მგონი ამ დღეში არიან ესენი ლოცულობენ იმპერატორ ბიძინაზე როგორც იმპერატორზე რა და ბიძინა გონიათ წყაროს სიკეთის. ვერ გაუკვევიათ რისთვის უნდა ილოცონ და სად უნდა ილოცონ. აი მიბაძვაზე რო ამბობ მამაო სახარებაში უნიკალური ის არის რა ქრისტე რო ამბობს მოწყალე სამარიტელზე როა. იქ კაცი იყო ქუჩაში დაგდებული ავაზაკებისგან ნაცემი. და ესე დროს მღვდელმა ჩაუარაო გვერდი მიატოვა, ლევიტელმა ჩაუარა გვერდი მიატოვა და სამარიტელმა მიხედა ამ კაცს. წაიყვანა ავადმყოფოში, თანხა დატოვაო და უნდოდა რომ ეს კაცი გამოჯანმრთელებულიყო და ბოლოს კითხვა დასვა, ხო ქრისტე, ვინ არისო ამ სამთაგან მოყვასი? და უპასუხეს რომ მოყვასი არისო სამარიტელი, ხო და მიბაძეთო მაშინ სამარიტელს. ესე იგი აი მიბაძვაში, ხო მღვდელი რომელიც არ არის კეთილი. ეხლა საინტერესო მომსახარებაში ერთი რამეა რომ ის კაცი ვინც იყო იქ დაგდებული. არ წერია ვინ იყო რჯულით, ეს ებრაელი იყო, სამარიტელი იყო, არ წერია, არავინ არ ვიცით ვინ, უბრალოდ კაცი იყო დაგდებული. აი უბრალოდ დაგდებული კაცი, რომელიც მიატოვა მღვდელმა და მიატოვა მეორე ლევიტელი რჯულის ქვეშ მყოფი კაცი იყო. აი ესეთი ადამიანი, ესეთ ადამიანს ღმერთმა არ მიბაძო, ესე იგი შეიძლება მღვდელი იყოს, მღვდელია რჯულის ქვეშ მყოფი ლევიტელიც, მაგრამ ქრისტე გეუბნება რომ ამას არ მიბაძო. იმიტომ რომ არ არის კეთილი ადამიანი. აქ არ არის ხა საუბარი რაღაც ხო ესე დოგმატურ სწავლებაზე, მოძღვრებაზე. უბრალოდ ადამიანი, ნაცემი ადამიანი, რომლის მიმართებაშიც უყურადღება იყო მღვდელი, რომელსაც მღვდელმა ყურადღება არ მიაქცია. აი და ეს იყო ერთი შემთხვევა, იქ სახარებაში საინტერესოა რომ ჩაუარაო გვერდი, ერთი შემთხვევა 300-ზე მეტი დღეა ხალხს ცემენ. მღვდლები ხედავენ ამას, ეკლესია ხედავს 300-ზე მეტი დღეა. ხალხს ცემენ, აწამებენ, დასცინიან, არ ვიცი რა, ეხლა საერთოდ მოწამლესო. და ჯერა გააკეთებდნენ, რატო არ გააკეთებდნენ, რა არის ამათგან გასაკვირი. და ესე დროს რომ დუმხარ, იმის მაგივრად რომ გამოდიოდეთ, თან აქ არ არის საუბარი მარტო დღეს რო ადამიანი მოიწამდა, ხო ხვალ რას გამოიწვევს ეს არავინ არ ვიცი და თაობებზეა საუბარი. აქ ჩვენს მთელ მომავალზეა საუბარი, იმიტომ რომ ეს საწამლავი რას გამოიწვევს ამ ადამიანებში 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, ამაზე რო დუმხარ, და ამაზე რო ამოვიღეთ ჩვენ ხმა და მამა დოროთე მამაზე მოიღო ხმა და ამის გამო ვიდევნებით და მადლობა ღმერთს ამის გამო რომ ვიდევნებით. აი საერთოდ როგორ არის რომ სახარებაც საინტერესოა, როცა ცხოვრებით ეხები რაღაცებს. ეხლა მე მაგალითად ჩემთვის ცოტა ისეთი ის იყო, მოციქულები იდევნებოდნენო ქრისტეს გამო, სიმართლის გამო და უხაროდათო. რა ვიცი ხა გიუხაროდათ, მეთქი აი ხა მე რო ვაკვირდები, ხო? აი ჩვენი შეხება რაც ხდება ხელისუფლებიდან, ჩვენი დევნას და ეკლესიის ამ ჯგუფიდან. აი მე ის მიხარია, მართლა გასახარია ის რომ აი არ შევშინდით და მართალ მხარეზე დავდექით. აი ეს არის რა გასახარი, თორე მეტი ხა არც მღვდლობის ჩამორთმევით მომაკლდება რამე და რა ვიცი ხა მაგით უარი უბრალოდ ერთი კარგი წავიკითხე იმაზე დღეს ქადაგებაში ვამბობდი იმ მღვდელი 26 წელი იჯდა ციხეში და რო გამოვიდა ციხიდან მღვდლებმა უთხრეს კი მაგრამ და მადლიერი იყო ღვთის რო გამოვიდა ციხიდან და რისი მადლობელი ხარო 26 წელია უციხეში ზიხარო და ისეთ ადგილას ვიყავიო სადაც მაშინო ანუ კომუნისტური რეჟიმის პერიოდია და მაშინო მღვდლებს ციხეებში არ უშვებდნენო და ჩემი ხელითო კიდე ღმერთმაო იქო სადაც ყველაზე მეტად მუგეში და ღვთის სიტყვა ჭირდებოდათო ისეთ ადგილას მომახვედრაო და ჩემი ხელი და ჩემი ბაგეებითო ესაუბრებოდაო ჭეშმარიტებასო ამ ხალხსო. ეხლა როგორია ხედვა ხო ეს კაცი უყურებდა ამ თავის ამ მდგომარეობას როგორც ღვთისთვის საჭირო მოვლენას და ღმერთმა ის გამოიყენა ეს ადამიანი ეს მღვდელი ამისთვის და ვიღაცები კიდე სასჯელად უყურებდნენ და ეს არის ახლა ხედვა ანუ მადლიერება ხედვის ნაყოფი არისო ხო როდესაც სწორად ხედავ მოვლენას აფასებ მაშინ არ გიჭირს ამ განსაცდელის ესე გადატანა და აი იმაზე მინდა კიდე ერთი ის გავიხსენო მაქსიმე აღფსარებელი და მაქსიმე აღფსარებელმა არ მოაწერა ტომოს ხელი ხო სახელმწიფო ტომოსი იყო ის იმპერატორმა გამოსცა იმ მონოთელიტობაზე და ამის გამო იყო მაქსიმეს ხელი მოაჭრეს და ენა მოაწვეს
ეხლა რო ამბობენ რომ უნდა დაემორჩილოთ ყოველ იმისა ხელმწიფებას მაქსიმი აღსარებელი უნდა დამორჩილებოდა მათი წესით კი ხო ესე იგი მათი წესით უნდა დამორჩილებ ან კრება რო იყო აი ხატმებრძოლეობაზე კრება იქაც იმპერატორები დევნიდნენ ხატთაყვანისმცემლებს და ის ბერები რომელიმაც დაიცვეს მაშინ ხატთაყვანისმცემა რა უნდა დამორჩილებოდნენ იმპერატორს დღეს მაშინ ჩვენ არც ეკლესია გვექნებოდა და არც არაფერი აი ბასილი დიცაკ ესეთი ის ნათქვამი რომ ღვთის საწინააღმდეგო ხელისუფალსოა რა თუ არ უნდა დაემორჩილო პირიქით უნდა შეეწინააღმდეგო კიდევაცო ესე გვასწავლიან წმინდა მამები და ესენი მე არ ვიცი სათქიფო ჰეროდეს მელა არ უწოდა ქრისტე მართლა პირდაპირ ნათლისმცემელმა რა ქნა არ მხარითო მაგმელას აი იმედის სიუჟეტზე მინდა ვთქვა რომ გამოდის ჟურნალისტი და ამბობს რომ მე ვარ ერეტიკოსი და ასევე იყო ინტერვიუები ერთი იყო მათიკაშვილი ხო პოლიტიკოსი პარლამენტარი მეორე არ ვიცი მაგის სახელი კახელი ბიჭი ერთი სახელი და გვარი არ ვიცი მოკლედ მაგრამ და გამოდიან და ჩემზე ამბობენ რომ მე ვარ ერეტიკოსი და საერთოდ თუ იციან რას ნიშნავს ერეტიკოსობა ან იმედი ჟურნალისტმა რა იცის ერეტიკოსი რა არის და ეს უცხო სიტყვებს ხმარობენ და მე ვთქვი რომ მთავრობამ დევნის მოსაყდრის და ჯაღმაიძეს ხელით და ბოტკოველის ხელით ჯვარი ამხსნა მთავრობამ და ამისი მამტკიცებელი იყო ზუსტად იმედის ეთერი რადგან მთავრობამ რა იცის მე არქიმანდრიტი ეკლესიას ვებძვი თუ არა მთავრობამ მხოლოდ თუ თოფი ვესროლე ვიღაცას ან ქვა ვესროლე ვიღაცას ეგ უნდა განსაზღვროს რომ მე ვიღაცას თავს დავესხი ჩემი სიტყვით მე რომ ვამბობ რომ სტეფანე მწვალებელია მთავრობამ საიდან უნდა გაარკვიოს მათიკაშვილმა საიდან უნდა გაარკვიოს სტეფანეა მწვალებელი თუ მე ვარ მწვალებელი აი საიდან უნდა იცოდეს მათიკაშვილმა და რომ იცოდეს რა უფლება აქვს ეს არის ამას ვიძახი რომ აი ჯაღმაიძე და მოსაყდრემ შეუერთა ეკლესია სახელმწიფოს ანუ სახელმწიფო მოხელეები იცავენ ამათ ჩემგან მღვდლისგან რა უფლება აქვს რა კომპეტენცია აქვს რა შესაძლებლობა აქვს რომ ჩემგან დაიცვან აი მინდა განვმარტო იმედის ჟურნალისტის ნათქვამი ხალხს მინდა განვმარტო უბრალოდ არც მათიკაშვილმა იცის ეს რას ნიშნავს და სხვათა შორის არჩილ მინდიაშვილი იძახის რომ ერეტიკოსი ვარ და დარწმუნებული მაგანაც არ იცის ეგ სიტყვა საიდან მოდის და რას ნიშნავს და ეს არის სიტყვა ერისტიკა ერისტიკა არის სოფისტები ასწავლიდნენ ერისტიკას ერისტიკა იყო კამათის ხელოვნება კამათის ხელოვნებას ასწავლიდნენ და ნათქვამია რომ სოკრატე არ იყო ერისტიკი ანუ ამის მიმდევარი მიუხედავად იმისა სოფისტებთან სწავლობდა და ეხლა კამათის ხელოვნება რას ნიშნავს რომ კამათის ხელოვნების დროს თავარი იყო რომ შენ დაგემტკიცებინა რომ ეს შავი არის თეთრი ის კი არა რომ ჭეშმარიტება დაგემტკიცებინა რომ რა არის სწორი არა აი შენ რომ ამტკიცებდი რომ ეს არის სწორი თუ მოუგებდი მეორეს ერთი ამტკიცებდა რომ თეთრზე რომ ამბობდა რომ ეს თეთრია ხო მე ცვლიდნენ თუ შენ მოუგვებდი შენი ლოგიკით და შენი მტკიცებულებებით რომ ეს არის არა შავი არამედ თეთრი ის შავის რო ყოფილიყო ბუნებაში შენ თუ მოუგებდი შენ იყავი მართალი ეს იყო კამათის ხელოვნება და აქედან გამომდინარე ეს დაწუნებულია ეკლესიაში და აი ეს რომ სიტყვით რაღაცების მტკიცებულება და შინაარს გამოცლილი ჭეშმარიტებას გამოცლილი არის ერეტიკოსი და ერეტიკოსი უკვე მოკამათეს კი არ ნიშნავს არამედ ქართულად ითარგმნება მწვალებელი ანუ გამწვალებელი ეკლესიას რო ყოფს არასწორის გაყოფა ხო გამყოფი განწვალება ნიშნავს აი გაყოფას და ეკლესიის გამყოფს ნიშნავს და ეკლესიის გამყოფი არის ზუსტად ის ადამიანი ვინც არსებული სწავლება რომელიც არის კრებების მიერ დადგენილი რომელიც არის მამების მიერ დადგენილი რომელიც არის მოციქულების მიერ მოცემული აი ამისგან გამოყოფს
და ისეთ რაღაცას ასწავლის, რომელიც არავის არ უსწავლებია და არც არავის მიუღია რომ ეს ასეა. და აქედან გამომდინარე, როცა არჩილ მინდიაშვილი დეკანოზი ამბობს, რომ ქრისტემ თურმე გული მოგცა, სად არის მეუფეში? გაეცე პასუხი. არ იცი. თვითონაც იცის, რომ არ იცის, რას ამბობს? კაცო, მე მხსნი ჯვარს. თურმე ხორცის ნაწილები მოგცა, რაღაცა ხორცის ნაწილი მოგცა ქრისტემ, გული მოგცა. და არა სხეული თავისი. ქრისტე ამათ წიწილა. აი, ქრისტეზე რაც არ უნდა ასწავლონ, თქვენთვის მნიშვნელოვანი არა. ეს არის მწვალებლობა, ეს არის სწავლების განწვალება. რაც შეეხება იმედის ეთერმა თქვა ასევე, რომ მე დამირეკა ტელეფონმა და ავიღე და პირდაპირ მეუბნება, მამა დოროთე, დაგვიმტკიცეთ თქვენი ნათქვამი, რომ ტაძარში არ არის ღმერთი და ღმერთი მხოლოდ რუსთაველში. რუსთაველზეა. ხო, ითო. და მივხვდი, რომ რაღაცა ისეთია ინტრიგანი და რატო? იმიტომ რომ მე არ მithქვამს ღმერთი მხოლოდ რუსთაველზეა. ეგეთი რაღაცას პირიქით ეწინააღმდეგები. ერთი ყველგან არის. ხო, და მიმძანდებით მეთქი და საბავოა, რომ ხვიჩია თუ რა ვიცი. მოკლედ იმედი ჟურნალისტი ყოფილა. იმედი ჟურნალისტი ვარო, ესა და ესე კარგად ბრძანდებოდით მეთქი და ის კარგად ბრძანდებოდით გაუშვეს ეთერში. ხო და ეს მეუფეშიო თქვა. რომ აი ღმერთი ტაძარშია და მე ვთქვი რომ ღმერთი ტაძარში კი არა ადამიანშია და დღესაც მაგას ვამტკიცებ და აი იმედი ჟურნალისტებს გეკითხებით და ყველას ვინც თითქოს მე მამტყუნებთ და ერეტიკოს მეძახით სახარების შემდეგ 4 სახარება რომ თავდება არ გეცოდინებათ მაგრამ აი რომ ჩახედავთ იქ საქმე მოციქულთა იწყება და ამ საქმე მოციქულთაში წერია 50 დღეს თუ როგორ გადმოვიდა სულიწმინდა. ვიზე გადმოვიდა ეს სულიწმინდა? ან რაზე გადმოვიდა სულიწმინდა? აი ეს აიკითხეთ. მაშინ იერუსალიმში იყო ის ტაძარი, ის დიდი წყინვალე ტაძარი. იყო იერუსალიმში. ის დიდებული ტაძარი. და მოციქულები იყვნენ ქოხში. სადღაც ქორში, ესე წერია. პატარა სახლში, ოდა სახლში. და ტაძარში კი არ გადმოვიდა სულიწმინდა. მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმინდა. ცეცხლის ენების სახით წერია, მან წაიკითხეთ. და მათში დარჩა სულიწმინდა. და ეს მათში დარჩენილი სულიწმინდა და მათში დარჩენილი ის ღვთის სიტყვა გადმოგვეცემა ჩვენ. ეს არის ეკლესია იმართება სულიწმინდით, ის სულიწმინდა ცვლის ძღვენს. ამიტომ ამბობს ღმერთი, შეცვალე სულითა შენითა, მე კი არ ვცვლი, ის ცვლის. და ის ტაძარზე კი არა, ადამიანებზე გადმოდის. და მღვდელს ეპისკოპოსს რო აკურთხებენ, მასზე გადმოდის ის სულიწმინდის ნიჭი და მადლი, რომელიც ქრისტემ მისცა. შებერა და უთხრა მათ, მიიღეთ სულიწმინდა, ვისაც შეუნდობთ შეენდობა, ვისაც არ შეუნდობთ არ შეენდობა. აი ეს გადმოდის, ადამიანებზე გადმოდის. ტაძარზე კი არ გადმოდის. და ტაძარია წმინდა ადგილი, სადაც აი ეს ადამიანები უნდა იყვნენ და აი ეს ადამიანები ქრისტეზე და ღმერთზე უნდა ასწავლიდნენ. და ეს ადამიანები უნდა იყვნენ ერის დამცველები. როცა ქუჩაში რუსთაველზე ხალხს ცემენ, კლავენ ბავშვებს ცემაში, წამლავენ გოგონებს, ბიჭებს, სკოლა იქვე არის. მოწამლეს მთელი ქუჩა. და მერე ნაძვის ხეზე ეპატიჟებოდნენ ბავშვებს ამ მოწამლულ ქუჩაში. ქიმიური იარაღით. და ეკლესია დუმს. და ტაძარში მოდითო, რუსთაველზე ნუ გახვალთო. არ ვიცი. ეს თქვი მე, სადაც მართალი ხალხია, მართალ ხალხშია ქრისტე, მართალ ხალხშია სულიწმინდა. და მართალ ხალხზე გადმოდის სულიწმინდა და არა ტაძარზე. ის ბერს რა უნდა იქ რუსთაველზე ის
ვერ დავასრულე მაშინ ისე საერთოდ ეკლესიაში ეს მოღვაწეობის ფორმები ხო იცვლებოდა. პირველი საუკუნეები იყო მოწამეობის ეპოქა ხო და მაშინ არ იყო პერმონაზმური ცხოვრება. მოწამეობა იყო მერე აპოლოგეტი მამები იყვნენ ეს მეოთხე საუკუნიდან უკვე იწყება ეს მონაზვნური ცხოვრება, შემდეგ იყო აი მოღვაწეობა უფრო ცნობიერი კუთხით აი ამ წვალებლობასთან მიმართებაში ხო ეს ბასილი დიდი, ოქროპირი, ათანასე დიდი, აი ეს კრებები, მსოფლიო კრებები ხო უკვე უფრო აი ცნობიერი კუთხით იყო ქრისტიანობა დასაცავი და გასავრცელებელი მართლის სწავლება საშიშროების ქვეშ იდგა. ანუ ეს ფორმები იცვლებოდა მოღვაწეობის და ქრისტიანობაში გონიერი მოღვაწე არის ის, ვინც იცის, რომ რა დროს, რა სახის და რა ფორმის მოღვაწეობაა საჭირო. შენ როდესაც მოწამეობა ერში და უდაბნოში გადიხარ, ესე იგი ქრისტეს გაურბი ხარ. და როდესაც უდაბნოში არ არის იმისი პირობები, რომ უდაბნოზე უფრო მეტად შენ ჭირდები ერს, შენს ეკლესიას, შენს ხალხს სიმართლის სათქმელად და დასაცავად და შენ უდაბნოში რჩები, ეს აქაც გამოდის, რომ ქრისტეს გაურბი ხარ. და როდესაც საჭიროა მაგალითად ბასილი დიდივი და გრიგოლ ღვთისმეტყველივით, რომ ჭეშმარიტი მოძღვრება დაიცვა და აქაც შენ სიკვდილზე წახვალ თუნდაც, ეგეც არასწორია. ამიტომ გონიერი მოღვაწე არის ის, ვინც იცის დროში რა ფორმით უნდა იმოღვაწეო. ანუ ქრისტიანობაში როგორ არის, რომ ქრისტიანობაში მოღვაწეობის ფორმა იცვლება, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. ანუ შინაარსით შენ მუდმივად უნდა ემსახურებოდე ღმერთ ქრისტეს, სიმართლეს, ადამიანს. მაგრამ ფორმები ხო შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ხან მოწამეობრივად, ხან უდაბნოში მონაზვნად, ხან ხალხის ნუგეშინის საცემად, ხან სწავლების დასაცავად, ხო? და ბერს დღეს რა უნდა რუსთაველზე კი არა, დღეს ყველა დიდი და პატარა ეკლესიაში ამ ადამიანებს უნდა ეფერებოდეს და ნუგეშს უნდა აძლევდეს იმ სისასტიკიდან და იმ ძალადობის გამო, რაც ამ მთავრობამ ჩაიდინა ამ ხალხთან მიმართებაში და რაც ქვია ბერს რა უნდა რუსთაველს. თვითონ რა უნდა იქ ტაძარში რო დგას და სახარებაში ხო გვაქვს ჩვენ რო ხე ნაყოფი შეიცნობაო ხო ქრისტიანობს. აი დავაკვირდეთ რა ნაყოფი გამოიღო მან თავისი საქციელით და თავისი მოღვაწეობით და რა ნაყოფი გამოიღო მამა დოროთემ. შეადაროს ერთმანეთს რა. ნაყოფი დევნო. მამაოს თვითონ კიდე იმ ხელისუფლებისგან არის პატივში, რომელმაც ეკლესიას ახლა რატო ვიცახი მე რომ ეს ეკლესია ღვთის მოწინააღმდეგე ეკლესია, ეს ეკლესია კი არა, ეს სახელმწიფო ღვთის მოწინააღმდეგე ეკლესია, ღვთის მოწინააღმდეგე მთავრობა არის. აი ამათი მოღვაწეობას თუ დააკვირდები, ნახავ ნაცემ ხალხს, ნახავ დევნილ სასულიერო პირებს, ნახავ კრებსებს, სადაც მთელი ეკლესია, რომლის მეშვეობითაც მთელი ეკლესიას შანტაჟებენ, ნახავ ამ ხელისუფლების დროს ციანიდის ისეთ გაურკვეველ და ბუნდოვან საქმეს, რომ რა ვიცი, კაციშვილი ვერ დაადგამს ალბათ თავს, მაგრამ ერთადერთი რაც მე ამ საქმეში ჯერ არის ის, რომ ის მღვდელი ვინც დაიჭირეს ამ საქმეზე მაგას ამაში ბრალი არ მიუძღვის და არ ცდილობდა პატრიარქის. ყოველ შემთხვევაში არ იყო ციანიდი. ციანიდი რის გამოც დაიჭირეს, ის საერთოდ ვერ იპოვეს მის გარშემო და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არ არის ღვთისმოშიში ხელისუფლება. და ასეთი ხელისუფლების მორჩილება, ასეთ ხელისუფლებაზე რო ამბობ, რომ უნდა დაემორჩილო მასო. როგორ უნდა დაემორჩილო ხელისუფლებას, რომელიც ღვთისმოვალეა პირდაპირ? აგონია შენ ხვალ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ეს ხელისუფლება შეიცვლება ორი ჩვენ დაგვასწრებენ. ქადაგებებს, ისეთ ქადაგებებს დაიწყებენ და ისეთ იმას ისე გინებას დაუწყებენ ამ ხელისუფლებას ჯერ სტეფანე ხო ქადაგებდა რომ სანამ მთავრობა იძახდა რომ ევროპისკენ მივდივართო, ძველი ქადაგებებს რომ მოусვინო სტეფანესი თვითონაც რომ სამკურნალოდ იყო წასული, რას ამბობთო გეიები ამბობდა მაგარი ხალხიაო ევროპაშიო და ევროპა მაგარიაო, ესეთ რაღაცებს ქადაგებდა, როცა თავრობამ როგორც კი იცვალა
მხარი იცვალა ამანაც. ამადგან რა რიცი რა მინდა თქვა ეს ბევრჯერ გვითქვა, მაგრამ მაინც მინდა ეხაც თქვა რომ ხშირად ამბობენ ჩვენზე რომ თქვენო სადიყავითო ადრეო და ამ ხელისუფლებაზე ჩვენ იმ ხელისუფლების დროსაც საუბრობდით, ნუ ეს გვაქვს ბევრჯერ ნათქვამი, მაგრამ მაინც გავიმეორებ რა კი ამ თემას ვეხებით რომ მაშინაც 2012-ში რაც ხდებოდა რა რო არ მოგწონდა ვამბობდით და ვამხელდით უბრალოდ მაშინ ესე არ იყო ხა სოციალური ქსელი და არ ქონდა და ამიტომაც არ ვჩანდით თორე ზუგდიდშიც ვიყავით წასული მამამოს კურთხევით და მონასტრიდან და რა ვიცი მთელი ის ვამხელდით და გვეუბნებოდნენ რომ ქალაქი დაგვეტოვებინა მაგრამ ვამბობდით სიმართლეს ვამხელდით დღესაც ვამხელთ და ხვალ რო ხელისუფლება მოვა ამათგან განსხვავებით ხო და ბევრისგან განსხვავებით ხვალ რო ხელისუფლება მოვა ისიც თუ მოიქცევა ისე ცუდად რომ ხალხს, ქართულ ხალხს, ადამიანს ცუდად მოიქცევა, იმასაც ვამხელდი იქნება. და ყოველთვის ვიტყვით, ხო და არა ესენი როგორ იქნებიან, იცი, უყურებდნენ იქნება, აი რა, აბა ვინ რამდენ ხანს გაძლებს და ვინ როგორ იქნება, თორე რა ვიცი, უბრალოდ და ბოლოს ერთი რამე მინდა მართლა ეკლესიის მიმართებაში ცოტა ბევრი ეხა მე ვიცი, მე პირადად ჩემთან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მღვდლიშვილები არიან და მწერენ და მირეკავენ და მესაუბრებიან და მეუბნებიან რომ ამაო მართალი ხარ და შენს მხარეზე ვარ და მოგწონს თქვენი პოზიცია და რაღაცა და ესეთი განწყობები და იმით არიან მართლა ბევრია ესეთი მღვდლიშვილები რომ იცოდნენ ოპოზიციაზე არიან და მათი შვილები ეს მინდა ვთქვა რომ ბევრი მღვდლიშვილია მართლა რომლებიც პირიქით Facebook-ზე ჩვენს იმას მოწონებებსაც უკეთებენ და აზიარებენ და რაღაცა და უბრალოდ აი თქვენი შვილები არიან ხო ეხა თქვენი შვილები თან მღვდლიშვილები აქციებზე იდგნენ მაშინაც ეს ბავშვები მოიწამნენ ამ მოიწამნენ ხო ეხა არ გაინტერესებს მაგრამ შენი შვილი არ იყოს დაანებეთ აი უბრალოდ ადამიანი ხო მღვდელი ესე არ უნდა ზომავდე რომ ჩემი შვილი იდგა აქციაზე და ამიტომ ვიტყვი სიტყვას კი არა იქ ყველა შენი შვილია ყველა შენი მეგობარია შენი ყველა შენი მამა ხარ ხო ეხა მღვდელი ხარ მამა გქვია და ყველას უნდა უყურო როგორც შენ შვილს და შენს ახლობელს და ეს ადამიანები რომ მოიწამნენ ნუ თუ აი სინდისი არ გაწუხებ და არ გაწუხებს არ გტანჯავს სინდისი ისე რომ ვერ ამბობ იმას რომ გამოიძიე დაუშვით საერთაშორისო გამოძიება კარგი ის რომ ერთხელ ადამიანი ცემეს რუსთაველზე ცემა კიდე სხვა მოვლენაა რა ჯერ და ესეც როგორი სისასტიკე, მაგრამ მოწამლო ეს სხვა რამე, ამას შეიძლება ბევრი ცუდი რაღაც გამოიწვიოს. ხვალ არ ვიცით ეს რა უბედურებას გამოიწვიოს ჩვენს ახალგაზრდებში და ჩვენს მომავალ თაობაში და ამის მიმართებაში როგორ დუმან აი მე უბრალოდ არ მესმის რა აი პასუხისმგებელი თქვენი შვილის მეგობრები, თქვენი შვილები, ხალხი, ქართველი ადამიანი და უბრალოდ შვილზე რო დუმს ის შვილს საერთოდ როგორ დაიცავს ახლა ის მღვდელია რომლის თავი ახლა მოსაყდრეშიო მეუფე და მეუფე ქვია და მეუფე და ამხელა წოდება გაკას და ხედავ რომ ადამიანები გამოდის სიტყვა პატრიარქი უნდა გამოდი და თქვი ხალხი მოიწამლა თუ არ მოთხოვოს ხელისუფლებას დაუშვა საერთაშორისო გამოძიება და ქვია იმას ის მე რო გოთურიანი მიწოდა დიმიტრი სამხარაძის მამა უნდა გახდეს და სამხარაძეს რაც სამხარაძეს მოეწონება მაგინ უნდა თქვა რა უბრალოდ აი მე რა მიყურს იცი ისეთ რაღაცებს საუბრობთ რომ აი ერთ რაღაცას ვიტყვი მამაო რომ აი ძალიან ესეთი მღვდლობა მიცის გათამამება სარწმუნოებაში აი თუ გახსოვთ სტიხაროსნობის დროს რა შიშით შედიხარ და მე დიაკვანი რო გახდები შიში იმდენად გიგაიგდა მღვდელი რო გახდები შიში გეკარგება საერთოდ საკურთხეველში შედიხარ გამოდიხარ ნუ შენი ის არის რა სამყოფელი და აი რაღაცა შიშის გაქრობა ღმერთის წინაშე დგომის შიშის გაქრობა იცის სამწუხაროდ იცის ეს შეჩვევა და დეკანოზებს ისეთი რაღაც დაემართათ საქართველოს ეკლესიაში რომ აი ბერებზე ისე საუბრობენ აი არჩილ მინდიაშვილი მიუხედავად მისი დიდი ხნის მღვდლობისა ის არის მრავალშვილიანი მამა დეკანოზი
მან საიდან უნდა იცოდეს ბერი, სად უნდა იყოს. აი საიდან არ დაფიქრებულა რომ აი რა იცი შენ ბერი რას უნდა აკეთებდეს. აი საიდან იცი ეს? ვინ გითხრა რა ეს? სადმე წაიკითხე? ბერი არის სპეცნაზი ღმერთის და იქ არის სადაც ღმერთი მიაგზავნის. იქა ვარ ჩვენ, სადაც ღმერთმა მიგვაგზავნა. ამ ხალხთან მიგვაგზავნა და ძალიან მაგარი ხალხი დგას იქ. ახალგაზრდები დგანან, რა ვიცი, საუკეთოდ შენი შვილებისთვისაც, მამაო, შენი შვილებისთვისაც მივძვი. მე დარწმუნებული ვარ შენ შვილებში იქნებიან ისეთები, რომლებსაც არ მოსწონთ ესენი. და შენი შვილების წინააღმდეგაც მიდიხარ შენ. როცა დაემორჩილენი მთავრობასო იძახი, რომ ბიძინას მორჩილებისგან მოუწოდებ. კობახიძეს როგორ დაემორჩილო, რომელმაც დაწამლა ეს ბავშვები, როგორ დაემორჩილო, როგორ უთხრა იმ ბავშვებს, მე თქვენ მოდით ეკლესიაში და ილოცეთ. არ მეტყვიან მამაო, რას მეუბნებოდიო? ვის დამორჩილებისგანო? კარგი, კობახიძეზე დღეს გუშინაც ხო ეუბნებოდით, როცა ღარიბაშვილი იყო, თურმე რამდენი მოუპარია. რატო ეუბნებოდით ამ ხალხს დაემორჩილეთო? მაგის წინ თვალები რო დათხარეს, თურმე ამას დაუთხრია? აი თვითონ ამბობენ ოცნებაში, თვითონ რომ ყველა წინა იყო ცუდი, ხო? აი ზუსტად კომუნიზმია. ესე იყო. ერთადერთი სტალინმა თქვა რომ ლენინიო კარგი იყო, თორემ მაგის შემდეგ სტალინი იყო დაწვეს. ხრუშოვიც და ყველა ერთმანეთს აგინებდა შემდეგ. ზუსტად ესე არიან, კომუნისტები არიან, იქ არის ეს ბიზინა გაზრდილი. სხვა არ იცის მაგან. და დეკანოზები ესე ბერებზე რო ცოტა შიში კარგი არის შიში. თან ეს მინდა აღვნიშნო, მართლა რო ვაკვირდები, ხო? არავის აი მამაოს ხო სადღაც მეუფე სტეფანე ალბათ 8 თვის წინ დაიწყო ხო თქვენზე რომ მამა დოროთე ეს ჯერ როგორ იხსენიებდა სახელით მოხსენიება ეგრეთ წოდებული აპრილში ხო სინდისო და რა ვიცი და მწვალებელი და მთელი ესენი ხო სიტყვა არ გაუწია სახელდებით მამაოს არავინ არ უხსენებია სახელდებით დაიწყეს ამათ აი ახლა მინდიაშვილმა სახელდებით დაიწყო საერთოდ ვახსენეთ მინდიაშვილი საერთოდ ვამბობდით მასზე ყველა აქეთ იწყებს სახელდებით მინდიაშვილი დოროთე არ უთქვამს მაგრამ ჩემს ამბავს ყვება და ხო პირდაპირ ხო და იგივეა ის ხო ახლა აი ესე რომ უბრალოდ მე და ერთი რამე მინდა ამით ის თქვა რომ მამაოზე ისო რა ქვია მაგას ბრალდებად რო ისა მოსაყდრემ და ამათმა რო ჩაწერეს ცილის წამება და ცრუბრა ცილის წამება რა ეკლესია როგორი უნდა იყოს და მღვდელი როგორ უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე რომ ეკლესია მართალს უნდა ამბობდეს ეკლესია ნაცემი ადამიანის და რა ვიცი ნატანჯი ადამიანის გვერდით უნდა იდგეს როცა ხედავ ამდენ ბოროტებას ხმა უნდა აიღიმაღლოს ამაზე მღვდელმთავრმა ამას ამბობდა მამაო და ეკლესია ესეთი უნდა იყოს აბა როგორი უნდა იყოს და ამის გამო შეწუხდნენ იმიტომ რომ თვითონ არ ცხოვრობენ ესე სწორად და თვითონ ხალხი მიატოვეს და ხალხი გაწირეს და დაველოდოთ კიდევ აი ღმერთმა ქნას მაგრამ არ ამგონია აწი ამათ რომ ვაკვირდები იმდენად დააგვიანეს სიტყვის ამოღება რომ აწი აზრი არც აქ ახლა მე უფეში რა არის სიმთქმელია მაგრამ სიტყვაზე რომც თქვას აი ერთ სიტყვას აი დღეიდანაც შევხედოთ მოწამლულ ხალხზე თუ ამბობს სიტყვას თაობები არ ვიცით ამ ბავშვებს რა დაემართებათ დუმ ხარ და ზე ხარ და დადი ხარ რა ვიცი მე მართლა ის მაგარი კაცი რო იყო შალვა ჯიპებზე მოკატავებ მღვდლები ხარ და თუ თევდორე მღვდლობა არ გინდოდაო რა ვიცი ხა მართლა რა ვიცი მღვდლობა რა არის მღვდლობა ის არის რომ ადამიანი გიყვარდეს ადამიანს მოემსახურო ადამიანი დაიცვა და ხა თუ დადუმდი და ადამიანი გაწირე მაშინ კი ბატონო ჩაიწვი შესამოსელი და იცხოვრე თუ მაგრამ გონება დაუჭახარავდათ მაგრამ თმა და წვერი უბრალოდ მაგრამ გონება არ უჭახარავდებათ და არიან ესე მგლებივით წყლის ტყავში რა სხვათა შორის აი ის მაცხოვარი ხა მგლები რო თქვი თქვენ გიშვებთო როგორ ცხოვრობს მგლებშიო ხო ესე იგი ადამიანს უწოდა მგელი ვინ არის მგელი მართლა მგელზე ხო არ არის საუბარი
ესე იგი არიან ღმერთი ამბობს რომ არიან ადამიანები რომლებიც გლებს გვანან ხო და არიან ადამიანები რომლებიც ცხრებს გვანან და ვიცი ხე მგელი ვინ არის მგელი მტაცებელია რომელიც არინდობს სხვისი არსებობით ცხოვრობს და თუ სხვისი არსებობით ცხოვრობს მგელი ხარ ოქროპირსა ძალიან საინტერესო სიტყვები ნათქვამი თუ გინდაო რომ წყემსი გყავდესო და შენი წყემსი იყოსო იესო მაშინ იყავიო ცხარი რადგან თუ მგელი იქნები მაშინ წყემსი არ გეყოლებაო ამიტომ ჩვენ გყავს წყემსი სიტყვა ღვთისა იესო რომელიც ჩვენშია ჩვენთან არის დამდეგ შობას გილოცავთ მრავალს და ეს არის და მე მინდა მიერს უთხრა რომ ქრისტე ჩვენ არ მიგვატოვებს ჩვენთან არის არც ჩვენს ეკლესიას მიატოვებს არც მე ვაპირებ თქვენს მიტოვებას და ისინი ჩვენ ვერ მოგვერევიან ჩვენ ქრისტეს დავაბრუნებთ ეკლესიაში აუცილებლად ამიტომ გიბრძოლეთ და აუცილებლად გავიმარჯვეთ ამინ